ჩვენ არ ვცხოვრობთ ლიბერალურ დემოკრატიაში, სადაც არსებობს ბალანსის სისტემა. ჩვენ ვცხოვრობთ რაღაც პროვინციულ ავტოკრატიაში, რომელსაც არ აქვს სრულუფასოვანი სუვერენიტეტი და აქ ძალოვანი სისტემა ივანიშვილის არის ფუნდამენტი მისი ხელისუფლების სტაბილიზაციის. ჩვენ როდესაც ვუყურებთ, რომ ვერც ერთი ფაქტურად მისთვის მნიშვნელოვანი, რომ თავდაცვა მისთვის მნიშვნელოვანი არც შინაგანი საქმეთა სამინისტროში, არც სუსში არსად არ ხდება სტაბილიზაცია, ის ვერ ახერხებს სიტუაციის სტაბილიზაციას და 2 წელიწადში 3 სუსის უფროსი გამოიცვალა, ერთი დაიჭირა, მეორე სადღაც ემაზე გაუშვა რეზერვში და მესამეს ახლა მოგონილ თანამდებობაზე ნიშნავს, ეგ ნიშნავს, რომ ივანიშვილი ვერ ახერხებს სტაბილიზაციას. მისი რეჟიმი დღეს თრთის, ის არ არის კომფორტულ მდგომარეობაში, ის არ დგას ფეხზე მყარად, იმიტომ რომ როდესაც შენ გიწევს სუსის უფროსის ცულა ყოველ რამოდენიმე თვეში ერთხელ, ეგ ნიშნავს, რომ შენ სერიოზული პრობლემა გაქვს ძალაუფლების სისტემაში. არა უბრალოდ ძალოვან სტრუქტურაში, არამედ ძალაუფლების სისტემაში. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც დინარაძე იქნება ეს თუ არ ვიცი, ნებისმიერი სხვა, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც უსაფრთხოების სამსახურში შეუძლია ასეთ მოკლე ვადაში რაიმე სისტემური რეფორმა გაატაროს, რაიმეს ნორმალური კვალი დატოვოს. აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის მართვის სტილი არის ერთი ახირებული ბერიკაცის მიდგომა. როდესაც ის რაღაცა შიშებზე, რაღაცა ფობიებზე, რაღაცა ჭორებზე აფუძნებს მის საკადრო პოლიტიკას. ერთ რამეზე მეტყოლებს კიდევ ერთხელ ვიმეორებ. იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმი დელეგიტიმაციის პირობებში, აი ამ პოლიტიკური კრიზისის პირობებში არ არის ისეთი სტაბილური, როგორცაც ცდილობს რომ წარმოაჩინოს ის პროპაგანდა.